საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და რუსთავის მერის მოადგილეები დღეს რუსთავში AG ტელეკომის ელექტრონული ნაკეთობების საწარმოს ესტუმრნენ, მიმდინარე მუშა პროცესს დაესწრნენ და კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. AG ტელეკომის ელექტრონული ნაკეთობების საწარმოს ხელმძღვანელმა პირებმა რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს ქალაქის მერის მოადგილეებთან ერთად საწარმოში მიმდინარე სამუშაოები პირადად გააცნეს და ის დანადგარები დაათვალიერებინეს, სადაც მაღალი ხარისხის ტექნიკა მზადდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ქარხანა იაპონურ, ამერიკულ, სამხრეთ კორეულ და საუკეთესო ხარისხის ჩინურ დაზგებზე მუშაობს და შესაბამისად მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას თავაზობს. გახარებული ვარ, რომ ასეთი ინტელექტუალური, ასეთი მაღალტექნოლოგიური სამუშაო სრულდება ქალაქ რუსთავში და აწარმოებს საქართველოს ფარგლებში ამ კომპანიას აღებული აქვს კრედიტი და ახლა ამ წუთას მიმდინარეობს გაფართოება ამ წარმოების. 70-მდე კაცი არის დასაქმებული და შესაძლებელია კიდე ამ ადამიანების რაოდენობის გაზრდა. ჩვენ კიდე ცოტა ხანი გვინდა და ნამდვილად შევძლებთ იმას, რომ უმუშევრობის პრობლემა დავამარცხოთ ქვეყანაში. მომავალი წლიდან გადავდივართ ციფრულ მაუწყებლობაზე და ყველა ელემენტები საჭირო ციფრული მაუწყებლობისთვის, ყველა მიკროსქემები დამზადება ამ საწარმოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ახალი საწარმო და ყველას მოუწოდებთ მეწარმეებს საწარმოო საქართველოს ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ პროექტებში რუსთავში და ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. სააბონენტო მოდემები, სახლისთვის განკუთვნილი გამაძლიერებლები, ოპტიკური მიმღებები, სმარტფონები, ტელევიზორები, პლანშეტები, უსაფრთხოების დაცვის სხვადასხვა სისტემები. ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომელიც AG ტელეკომში მზადდება. აღსანიშნავია, რომ ქარხანა ერთადერთია ამიერკავკასიაში, სადაც მსგავსი სახის პროდუქციის წარმოება ხდება. ვაწარმოებ ციფრულ მიმღებებს, სხვადასხვა ყველა ტიპის მიმღებებს, ციფრულ მიმღებებს სატელევიზიოს. ვაპირებთ გამოუშვათ უახლოეს მომავალში პლანშეტები, ეგრეთ წოდებული ტაბლეტები. ეს არის უახლოესი თანამედროვე ყაზები, რომლის საშუალებაც პრაქტიკულად ამ წუთში შეუზღუდავენ. სატესტო ოთახი ცალკე გვაქვს, სადაც უკვე ეს ყველაფერი მოწმდება, გადის ერთობ მნიშვნელოვან პროცედურებს და შემდეგ უკვე ხუთში ლაგდება მთლიანად პროდუქტი და იგზავნება უკვე მაღაზიებში. რუსთავში მდებარე AG ტელეკომის ელექტრონული ნაკეთობების საწარმო 6 თვის წინ ქართულ-აზერბაიჯანული ინვესტიციით აშენდა. შემდეგ კი სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში $606,000 ოდენობის თანხაც მიიღო.